მას უწევდა სხვადასხვა სახის ბრძოლის გადატანა. ეს იყო ხმლითაც, ეს იყო შრომითაც და ეს იყო გონიერებითაც. ზუსტად ეს არის, რაც უნდა ახასიათებდეს საუკეთესო მმართველს, რომ ხმლით შევიდეს იქ, სადაც ხმლით არის შესასვლელი და გონიერებით შევიდეს იქ, სადაც გონიერებით არის შესასვლელი. ამ ხრივ ერეკლე მეორე ჩვენი სამაგალითო მეთოდი. თავი გამოწვიე. არ გამოია. რაღაც ცუდი ტენდენცია არის მომღერლების რადიკალიზაციის. ხან ოპერის მომღერალია, ხან ისე მომღერალი, არ ვიცი, არასერიოზული არის და თავთავარია თავისთავად წარმოაჩენ უკვე სკოლისა არასერიოზულად, მაგრამ მეორე მხრივ ეს გვაჩვენებს ღირებულებით უფსკულს, რომელშიც ჩვენი მოქალაქეების ეს ჯგუფი არის ჩავარდნილი. ყველაფერზე არიან წამსვლელები, ოღონდ ძალაუფლების რაღაც მისხალი მიიღონ. ყველაფერზე. წავლენ სისხლზე, წავლენ ძალადობაზე, წავლენ გრევაზე და ჩვენ ეს ვნახეთ. ჩვენ ვნახეთ მათი მმართველობის დროსაც, როდესაც ეს მომღერალი ადამიანი იყო იმ ხელისუფლების ნაწილი, რომელმაც წამების სისტემა შექმნა საქართველოში და დღეს საღლიცინოთა აქვს საქმე. ჩვენ ვნახეთ 2022 წელს, როდესაც ზუსტად ეს ადამიანები ითრევდნენ საქართველოს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სისხლისღვრელ ომში, ეს ხალხი იდგა ზუსტად რუსთაველის გამზირზე და ითხოვდა, რომ საქართველო გამხდარიყო ამ ომის ნაწილი, გაგვეგზავნა მებრძოლები, შევსულიყავით ესკალაციაში, ასე რომ და ითხოვდა არა იმიტომ, რომ მათ ან უკრაინა ადარდებთ, ან საქართველო, ან რაიმე ადარდებთ. მათ ადარდებთ ერთადერთი რამე, ძალაუფლება და ძალაუფლებისთვის გაწირავენ ყველაფერს და ეს არის მთავარი, რასაც ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, რომ არ მივცეთ საშუალება, რომ რადიკალიზაციით და ძალადობა დათესონ ჩვენ საზოგადოებაში. სწორედ თქვენი ოპონენტებისგან ნაპასუხი ექნება ხელისუფლებას, თუ მართლაც მოხდება და კანონის ჩარჩოებს გასცდება ეს ხალხი პიკეტირება ვახსენებენ და აპირებენ საბუთის პიკეტირებას და ასე შემდეგ. დაანონსებულია ძალადობა და 4 ოქტომბერს დაანონსეს დამხობა, ანუ ძალადობა. და ეს არის მთავარი საკითხი და მე მინდა ასევე შევეხო გუშინ იყო თუ არ ვცდები ევროკომისიის პრეს-სპიკერის განცხადება, რაც იყო აბსოლუტური კატასტროფა, რაც ჩვენ მოვისმინეთ. რომ ის სოლიდარობას, ეს პრეს-სპიკერი სოლიდარობას უცხადებს ლევან ხაბეიშვილის ორგანიზებულ 4 ოქტომბრის დამხობის ღონისძიებას. ხომ ეს თქვა, რომ სოლიდარულია აქციის მონაწილეების მიმართ და რას უცხადებს სოლიდარობა, რომ გავითვალისწინოთ სოლიდარობას. ნაციონალურმა მოძრაობამ 4 ოქტომბერს დღეს, როდესაც ტარდება არჩევნები, 4 საათზე დრო, როდესაც არჩევნები და ხმის მიცემა მიმდინარეობს ჯერ კიდე, დაანონსა ძალადობრივი აქცია, დამხობა და ქვეყნის ატრიალება. გამოდის ევროკომისიის სპიკერი და კითხვაზე 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ნაცვლად იმისა, ჩვენ ვისვენდეთ, რომ არჩევნების დღეა, მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა მიიღოს მონაწილეობა, მივიდეს არჩევნებზე, ნაცვლად ამისა ვისმენთ და ჩემ ყურს არ უჯერებდი, როდესაც გეოგრაფიულ ბრიუსელიდან გვესმოდა, რომ ეს კონკრეტული სპიკერი, რომ სოლიდარობას უცხადებს ლევან ხაბეიშვილის და ნაციონალურ მოძრაობის მიერ 4 ოქტომბერს დაანონსებულ დამხობის აქციას. აბსოლუტური ღირებულებითი კატასტროფა არის, რაც ჩვენ ამ სიტყვებში ამოვიკითხეთ. ეს არის პირდაპირი პასუხისგებლობის გაზიარება იმ შესაძლო ძალადობაზე, რაც ნაცმოძრაობის დაორგანიზებული აქციიდან იქნება. ამიტომ მე მინდა, რომ ეს გუშინდელი განცხადება კარგად დაიმახსოვროს ყველა ქართველმა და კარგად დაიმახსოვროს ყველა უცხოელმა. 4 ოქტომბერს თუ კი იქნება რაიმე ძალადობა, ერთი ქვაც თუ ვინმე გაისვრის პოლიციის მიმართულებით. აღარ ვსაუბრობ მოლოტოვის კოქტეილებზე და რაღაცებზე. ერთი ფაქტის თუ იქნება ძალადობის, ამ ძალადობაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული აქვს გუშინდელი განცხადებით
ევროკომისიას მისი პრესპიკერის სახით. და რა თქმა უნდა ჩვენ ამ ეს უნდა აღიქვას ევროკომისია, რომ საქართველოს არ არის არავის სათამაშო და ქართველების ბედი, ქართველების სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ არის ბრიუსელის სათამაშო ინსტრუმენტი. და პასუხი ან არიან რა გითხრათ, გულუბრყვილოები, მიამიტები და ვერ ხვდებიან საერთოდ რასთან აქვს საქმე, ან როგორ შეიძლება, როგორ დაუტრიალდა ეს სიტყვები, რომ ეთქვა, რომ 4 ოქტომბერს ოფიციალურად დაანონსებულ ძალადობრივ დამხობის აქციას გამოუცხადა სოლიდარობა, ნაციონალურ მოძრაობას გამოუცხადა სოლიდარობა. ამიტომ ეს არის მშვიდობიანი აქცია, არა, რატომ გადაწყვეტილ ძალადობრივ სცენარებს ელოდები? ხო მე ქართულ ენაში ვერ ყვევი და სიტყვა დამხობა რას ნიშნავს ლიტერატურულად და სიტყვა დამხობა რას ნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსში, ეს იცის საქართველოს თავისი 90-იანი წლების ისტორიით. აქ შტერი არავინ არ არის, ვინმეს თუ გონია. მე ერთი წამით ბატონშალო თქვენ ხშირად ამბობდით, რომ შალო მიხეილ ხაბეიშვილს ხშირად მოკლედ აკრიტიკებდით, დასცინოდით, ხაბეიშვილის დამხობა არცად გაიშვეს, ხშირად ამბობდით ხოლმე და ახლა ხაბეიშვილის ნათქვამი მშვიდობიანი დამხობა ასე მოგივიდათ გულთან ახლოს, ანუ დამხობას ელოდებით მართლა 4 ოქტომბერს? ქართულ საზოგადოებას არ უნდა რომ იხილოს ძალადობა და სწორედ ძალადობაა დაანონსებული. ქართულ საზოგადოებას არ უნდა იხილოს ის რაც იხილა დეკემბერში, როდესაც ისევ სპიკერი რო სოლიდარობას უცხადეს იმ ადამიანებმა თვალში მხედველობა დააკარგვინეს პოლიციას, დააზიანეს რამდენიმე ათეული პოლიციელი, გადაწვეს პარლამენტის რამდენიმე მისმინეთ და მისმინეთ მე გპასუხობ ხო? დააზიანეს პარლამენტის შენობა, გადაწვეს რამდენიმე ოთახი, ფაქტობრივად დადგმული ვირტუალური ომი ვიხილე ჩვენ რუსთაველის გამზირზე, როდესაც ასაფეთქებელი პიროტექნიკით წვავდნენ პოლიციის მანქანებს, ცეცხლს უკიდებდნენ, ესოდნენ ქვევს, მოლოტოვის კოქტეილებს და გუშინ გამოდის ევროკომისიის პრესპიკერი და ამას ამბობს, ის ხარდაჭერას უცხადებს, ხარდაჭერას ამ ადამიანების სახელმწიფოების დაგავიწყდათ თქვენ ოცივნის თვალები რომ დასთხარეს, მათ შორის მაშინ თქვენმა პრემიერმა გახარიას კითხეთ ამაზე. მაშინ რატომ არ ამხუნეთ? აი ეს არის. მე ერთი მინდა რომ თქვენმა მაყურებელმაც გაიგოს. თუ კი 4 ოქტომბერს იქნება ერთი ფაქტიც. 4 ოქტომბერს ერთი ფაქტის ძალადობით, ერთი ნასროლი ქვაც და ერთი შეურაცხყოფა პოლიციელის თავდასხმა პოლიციაზე, თავდასხმა მოქალაქეებზე, თავდასხმა სხვადასხვა საკუთრებაზე, რუსთაველის გამზირზე თუ სხვა სახელმწიფო შენობაზე, ერთ ფაქტიც თუ იქნება, ამაზე პასუხისმგებლობა გუშინდელი განცხადების შემდეგ გაზიარებული აქვს ევროკომისიას და მე გუშინ ვნახე რატომღაც არ ვიცი მე ნერვებმა უმტყუნა მე მგონი ევროკავშირის ელჩს და მისი რაღაცა აღელვებული კომენტარი მისი ინფორმაციით აკეთებს ხო ამ განცხადებას ეს პრესპიკერი და როგორც ჩანს მან ეს ინფორმაცია მიაწოდა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, რომ მისი პასუხისმგებლობაც იქნება ერთი ძალადობის ფაქტიც თუ მოხდება 4 ოქტომბერს ნაცმოძრაობის დაორგანიზებული ეგრეთ წოდებული ყველა ევროკავშირი საკმაოდ ფართო წარმომადგენლობაა და ჰერჩინსკის რომ აკისრებს პასუხისმგებლობას სხვა წყაროები აი ხა გიპასუხოთ უყურებთ ისმინეთ ყველა ვინც სოლიდარობას უცხადებს მოძალადეებს არის ძალადობის თანამონაწილე გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ევროკომისიის პრესპიკერისას რომ ის სოლიდარობას უცხადებს ნაციონალური მოძრაობის მიერ 4 ოქტომბერს დაანონსებულ დამხობის შეკრებას ასე რომ მოხდება ერთი ფაქტიც ერთი იქნება 10 თუ 7 ყველა ფაქტზე პასუხისმგებლობა გუშინდელი განცხადების შემდეგ გაზიარებული აქვს ევროკომისიას შესაბამისად მის წარმომადგენელს ევროკავშირის ელჩს. ასე რომ ეხა თვითონ იზრუნონ, რომ იქნებ გამოვიდნენ და გაემიჯნონ ამას. გერმანიის ხშირად არის ერთადერთი წყარო, რომელიც ევროკომისიის პასუხისმგებლობას ადამიანების ხარდაჭერას. ეს მათი პრობლემაა, ვისგან იღებენ ინფორმაციას, მაგრამ კიდე ერთხელ ბრიუსელიდან
ევროკავშირის დროშის ფონზე არ გაქვს საკმარისი რესურსი ურთიერთობა არ გაქვს საერთოდ ევროკომისიასთან ადამიანს თუ არ უნდა რიყეზე ისე გავალო ქვას ვერ დაინახავს არ უნდა როცა არ უნდა და როცა სხვა გეგმები და განზრახვები არის ესეც ჩდება და კიდევ ერთხელ როდესაც ევროკავშირის დროშის ფონზე ჩვენ ვიცეთ განცხადებას რომ ევროკომისიის პრესპიკერის განცხადებას რომ ის სოლიდარულია ნაციონალური მოძრაობის მიერ 4 ოქტომბრის არჩევნების დღეს და კენჭისყრის მიმდინარეობისას შეგახსენებთ ამას პირდაპირ მიმართულს არჩევნების ჩაშლისკენ და ძალადობისკენ ამას უცხადებს სოლიდარობას ეს არის კატასტროფა და კიდევ ერთხელ მოხდება ერთი ფაქტით ძალადობის ამაზე პასუხისგებლობას იზიარებს გუშინდელი განცხადების შემდეგ ევროკომისია არანაირ 12-იანში მეჩქარება ჩვენ გუშინ სადეთ რომ მასთან დაკავშირებით მათ შორის არაერთი წერილი გაგვიზარდა სწორედ აი ამ თემებზე სასაუბროდეთ თუმცა მან დაიცუნა კითხვები და სამაგიეროდ თუ არ ამაყობს იმ აქტივისტებთან თანამშრომლობით, რომლებიც ხშირად ძალადობას და ზიზღის ენას აღვივებენ ქვეყანაში. ამ კონტექსტში ჰერჩინსკის პოზიციონირებაც თქვენ როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ? ეს იყო აბსოლუტურად მე ვნახე ეს და არ ვიცი რა დღეში ქონია ნერვები ევროკავშირის ელჩს გასაკვირია პირდაპირ. მე ერთადერთი რომ ვისურვებდი რომ მან შესაბამის ტონში ისაუბროს ჟურნალისტებთან. და ეს ტონი ასეთი აწეული ტონით საუბრისა ქართულ ჟურნალისტებთან ამას არ კადრულობს არავინ მიუხედავად კრიტიკული კითხვებისა მიუხედავად ადევნებისა მიუხედავად ყველაფრისა და ამას რომ ევროკავშირის ელჩი კადრულობს რომ ასეთი ტონით ესაუბროს ქართულ ჟურნალისტს ეს არის მიუღებელი და მე მოუწოდებ რომ ტონს დაუწიოს. გერმანიის ელჩი განსაკუთრებით დააკრიტიკებთ ხო თქვენ გერმანიის ელჩს ზოგადად ბოლოსაც ისილია უნის სტუდენტებს შეხვდა. აი რა მოლოდინი გაქვთ მასთან ურთიერთობის სამომავლო ურთიერთობასთან დაკავშირებით როგორ შეიძლება რომ დასრულდეს ეს? მე არანაირი მოლოდინი მის ბატონი პეტერის მიმართ არ მაქვს. ვიცი რომ მომავალ წლის ივნისამდე არის მისი საქართველოში ყოფნის ვადა, სხვა შორის მას ვადა გასდიოდა ახლა ზაფხულში და გაიხანგძლива 1 წლით. მე არანაირი მოლოდინი რაიმე დადებითი მიმართულებით არ მაქვს. მან ფიქრობ რომ საჯარო განცხადებებითაც და მეორე მხრივ ახლა თვითონაც კარგად იციან და როცა ვსაუბრობ თუ საქართველოს პატარაა და ყველა სიცნობს და გერმანულენოვანი საზოგადოებაც არ არის დიდი და ვიცით ახლა მისი პირადი დამოკიდებულება მას აქვს პირადი აგიცხათ თავის პირადი დამოკიდებულება ქართული ოცნების და მისი ამომრჩევლის მიმართ. ასე რომ ამას ჩვენ ვერ შევცვლით. გერმანიის მთავრობას თუ უნდა რომ წარმოადგენდეს ეს მათი ნება არის, რა თქმა უნდა და მათი ელჩი არის, თუმცა მე ვთქვი კიდევაც რომ მე რთულად წარმომიდგენია ამ ელჩის პირობებში რომ მან შეძლოს აიმენაის საერთო ენის მონახვა. მაგრამ მან ფაქტობრივად არ ვიცი, ყველას ესხმის თავს, მთავრობა იქნება, პარლამენტი იქნება, ჟურნალისტი იქნება, ქართული ოცნების ამომრჩეველი იქნება, რაც იქნება, ანუ ყველასთან კი ბატონო გასაგებია, მაგრამ რა თქმა უნდა, გასაგებია გერმანიის ელჩია და მისი მხარდაჭერა იქნება. ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს მხრიდან. ელჩის ამოცანა არის რომ იყოს ხიდი ხელისუფლებებს შორის. ნაცვლად იმისა, რომ ბატონ პეტერს 30 წლის განმავლობაში ბევრი გერმანელის და ბევრი ქართველის და მეც ვიყავი ამის მონაწილე აშენებული ხიდის გამყარება და არ ვიცი გაფართოება და არ ვქვით თუ გინდათ ან რა ვიცი სხვა გაეკეთებინა ნაცვლად ამისა მან დაწვა ყველა ხიდები საქართველოს ხელისუფლებასთან პირადად მან ასე რომ ეს ძალიან სამწუხარო მდგომარეობა მე ყველაზე მეტად მევწუხარ ამაზე ვიცი რა და თემა საზოგადოებამ რა ურთიერთობები არის გერმანიას და საქართველოს შორის ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მოყოლებული გერმანია იყო პირველი ქვეყანა რომელიც საელჩო გახსნა საქართველოში და ბევრი ქართველი მათ შორის ჩემი ჩათვლით ვიყავით ჩართული იმაში რომ გერმანიის სახელი ქართულ საზოგადოებაში ყოველთვის იყო საპატივცემულო და სამწუხაროა რომ ბატონი პეტერი თავისი დამოკიდებულებით და არ ვიცი რატომ აქვს ეს დამოკიდებულება თავისი დამოკიდებულებით ამ ხიდებს წვავს. მარკა ბოჭორიშვილი არ მიწევს უსწრაფო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე შეიძლება ამას ფუნქციონირების საქართველოს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა ევროკომისიის ანგარიშში ეს და
მოიცავს 2013-დან 25 წლამდე პერიოდს და ძირითადი კონტექსტი იყო დემოკრატიული ფუნქციონირება და არჩეული თანამდებობის პირების შესაძლებლობა ეფექტიანად და ანგარიშვალდებულად განახორციელონ მმართველობა ზედმეტი ჩარევების გარეშე. იგივე ევროკომისია გვაფიქრებს ხოლმე, ამავე ევროკომისიაც აღიარებულია ხოლმე მთავრობის ეფექტიანი მუშაობა. თქვენ რა შეგიძლიათ ამ ანგარიშზე რომ ეს არის ზუსტად ის მომენტი, თუ ადამიანს არ უნდა რიყეზე ისე გავა, ქვას არ დაინახავს. საქართველოს წარმატება არის ფაქტობრივად ქვებით, მიოფანტული ქვებით სავსე რიყე, სადაც ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები გამოდიან, გამოიხედებიან, მაგრამ ხელებს აცეცებენ და არაფრის დანახვა არ უნდათ. ეს მდგომარეობა არის, ხომ ეხა მე ამას წინ მქონდა საუბარი, რომ მეც შემიწვილი მაქვს ალბათ ამაში შეტანილი, რომ გახსოვთ თქვენო სულ რაღაც 2-3 წლის წინ ტერმინოლოგიაში ყველა იყენება რომ აღქმები, არის ასეთი აღქმა საქართველოს არის ასეთი აღქმა და მთლიანად ეს ტერმინი თუ დააკვირდებით პოლიტიკური ლექსიკონიდან მოვასპობინეთ და დაუპირისპირეთ ფაქტები. დღეს ვეღარ საუბრობს რომ ისიც რა არსებობს აღქმა თითქოს ესა, იმიტომ რომ ყველა ხვდება რომ ნებისმიერ ასეთ განცხადებას აღქმებზე და ილუზიებზე და მოლანდებებზე ჩვენ დაუპირისპირეთ ფაქტებს. და ამიტომ ყველა ერიდება და ეს ტერმინი საერთოდ ამოიშტო ქართული პოლიტიკური ლექსიკონიდან, იმიტომ იციან რომ ნებისმიერ ასეთ მოლანდებებზე რასაც გვეტყვიან დაუპირისპირეთ ფაქტებს. და აგერ არის ფაქტები, რომელსაც დათავარია თავად ქმნიან. ან საკუთარი დაკვეთით ხდება, ან თავად აზიარებენ და ეყრდნობიან ამ ანგარიშებს და შეფასებებს და შემდეგ რო ვეუბნებით რომ აი კი მაგრამ ფურცელი ფაქტი რაღაც ისე ცაში და ღრუბელში იყურებიან, თითქოს არაფერი სმენია და არაფერი მომხდარა. ასე რომ ეს აღიარება მთავრობის ეფექტური მუშაობის. დავის და ეს უპირველეს ყოვლისა იმის თქმა მინდა, ჩვენ ამას ყველაფერს არ ვაკეთებთ არც ბრიუსელისთვის და არც ერთი სხვა დედაქალაქისთვის. ჩვენ ამას ვაკეთებთ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. და ამას უპირველეს ყოვლისა ხედავს ქართველი ხალხი. არაუშავს ბრიუსელი თუ ამას ვერ დაინახავს, ისევ თავის თავს აზიანებს, ხედავთ იმ მართლაც საბავშვო ბაღის დონის საგარეო პოლიტიკას, რომელსაც დღევანდელი ბრიუსელი აწარმოებს, ხედავთ თუ რა დამოკიდებულებები აქვს ბრიუსელის მიმართ დიდ სახელმწიფოებს, მის მიმართ და ნუ ეხა პატარა სახელმწიფოზე შემდეგ ცდილობენ რომ რაღაცა ასე ვთქვათ საკუთარი ეგო დაიკმაყოფილონ, მაგრამ სწორედ ეს არის შედეგი, თავის თავს იზიანებენ, მაგრამ ამას ყველაფერს ხედავს ქართველი ხალხი და კიდევ ერთხელ გამოჩნდება 4 ოქტომბერს არჩევნებში. ლუქსემბურგში შეკრებაზე, სადაც ყველა ქვეყანა არის მიწვეული, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნები, შავი ზღვის ქვეყნები, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნები. თქვენი აზრი რა გამოიტანეთ იმისგან, რატო არ მით? თქვენი აზრით რატო ხო ქართველი ხართ? რატო არ მიიწეს საქართველოს საგარეო საქმეთა თქვენი აზრი რა? მე მაქვს აზრი. აი მითხარით, ერთი აზრი მითხარით. მაგალითად, მეც გეტყვით. თქვენ ფიქრობთ რომ ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგი არის ასეთი არის ანტიდასავლური თუ რამე დემოკრატია. ევროკავშირთან მოლაპარაკებები, უარი თქვით ევროკავშირში ინტეგრაციაზე, რასაც მოყვა ევროკავშირის მხრიდან სათანადო. და ცენტრალური აზია ევროკავშირში ინტეგრაციის პოლიტიკას აწარმოებს. პოლიტიკური დონის კონტაქტები ქართულ ოცნებასთან არის შეჩერებული და ეს ბრიუსელს არ ერთმანეთს. არ არსებობს. არის მიზეზი, რის გამოც მაკაბოჭორიშვილს არ იწოვენ ასეთი მაღალი დონის შეხვედრაზე. ჩვენ ამას ხო შეჩვეული ვართ კიდევ ერთხელ, ხედავთ ჩვენ რომ კიდევ ერთხელ სამწუხაროდ ბრიუსელს აქვს საბავშვო ბაღის დონის საგარეო პოლიტიკა და ეს გადაწყვეტილება კი იმასაც აჩვენებს რომ უკვე არათუ ფაქტებს უარყოფენ თუ სად არის საქართველოს ეკონომიკური განვითარებით, სად არის საქართველოს დემოკრატიული განვითარებით, სად არის საქართველოს ინსტიტუციური განვითარებით, სად არის საქართველოს ევროინტეგრაციის განვითარებით. არათუ ამას აღარ ხედავენ, რუკას აღარ ხედავენ, გეოგრაფიას არ აღიარებენ და ჩვენ ის გვიკვირს რომ სოფლიო ბანკის რეიტინგს არ აღიარებენ და იმის რა ქვია სხვა რაღაც ორგანო გეოგრაფიას როცა არ აღიარებენ საგარეო პოლიტიკაში ეს უპირველეს ყოვლისა მეტყველებს მასე ჩვენ ბრიუსელთან ვართ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკაში ნახოთ უნდა დაველოდოთ ხედავთ ჩვენ რომ აი ეს არის დღეს ის საგარეო პოლიტიკა რომელსაც ბრიუსელი ეწევა
ეს არის ნაწილი არაკვალიფიციური მიდგომისა, რომლითაც ხდება საბოლოო ჯამში ამითი ზიანდება თავად ბრიუსელი. ხედავთ რომ მას დიდი ქვეყნებს თუ შევხედავთ დიდ ქვეყნებიდან ხედავთ რა დამოკიდებულება არის ევროკავშირის ბრიუსელის მიმართ და ეს არის შედეგი იმ სავალალო საგარეო პოლიტიკისა, არაკვალიფიციური საგარეო პოლიტიკისა, რომელიც არის იქ სადაც თავის დროზე იყო ესტონეთის სახელმწიფო, როდესაც მისი პრემიერ-მინისტრი იყო დღევანდელი საგარეო კომისარი. გოგა ხაჩიძე და ანა წიტლიძე ამბობენ შეიძლება ვსაუბრა. ეს ხაჩიძე და ანა წიტლიძე ამბობს, რომ 10,000 ადამიანის მობილიზება, მომზადებული ადამიანის მობილიზება, მიკეტირება მოახდინა ასევე ანა წიტლიძე ამბობს, რომ მათ არ ყავს დაუჭირფას და ამ კითხვასაც დავსვამ მე პატრონის პოლიციის და მოკეთამ სამართალმსაჯების მობილიზება, ამ ორ ადამიანს რეგულირებას გააკეთებს და მათ ნებისმიერ ძალადობას გაეცემა პასუხი. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ თუ კი ვინმეს წაუწდება ხელი და იძალადებს, ნახავს, რას ნიშნავს ახალი ხელმძღვანელობა სამართალდამცავ უწყებაში, ახალი მიდგომები ძალადობის მიმართ, ასე რომ რომ ნებისმიერი, ვინც ქართველი ხალხის წინააღმდეგ აღმართავს ხელს და იძალადებს და გვექნება ჩვენ ფაქტები ძალადობრივი აქციისა, ყველაფერს პასუხი გაეცემა სამართალდამცავ უწყების მხრიდან და მეორე კიდევ ერთხელ ვიტყვი, გუშინდელი გაცხადების შემდეგ, ევროკომისიის სპიკერის განცხადების შემდეგ 4 ოქტომბერს ნაცმოძრაობის მიერ დამხობის შეკრების გამოცხადების მიმართ სოლიდარობის გამოცხადების შემდეგ უკვე ევროკომისიაც გაიზიარებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, თუ კი ერთი ფაქტი მაინც იქნება ძალადობისა და ჩვენ ვიხილავთ იმ ვანდალიზმს, რომელიც ნახეთ ჩარშან დეკემბერს, როდესაც გადაანგრიეს რუსთაველის გამზირი, ნახეთ მოძალადე NGO-ები, ნახეთ მოძალადე პოლიტიკოსები, ნახეთ უცხოეთიდან დაფინანსებული ძალადობა, ამას რა თქმა უნდა სათანადო პასუხი გაეცემა. ირაკლი კუპრაძეზე და ელისას შვილზე კითხავთ, ქალაქის ბლოკირებას გეგმავენ წინასაარჩევნო დათრითადრე თუ იმ შემთხვევაში ირაკლი კუპრაძე არჩევნებში გაიმარჯვებს, აი საკუთარ ამომრჩეველთან რამდენად სწორია ასეთი წინასაარჩევნო დაპირებები და რა შანსი აქვს საერთოდ მათ ამ არჩევნებში? ეს საერთოდ მე ვფიქრობ, რომ ეს მსოფლიო არჩევნების ისტორიაში არის განსაკუთრებული მოვლენა, რომელიც დარჩება ქართული გამოცდილება, რომ არჩევნებში გადის მერობის კანდიდატი, ვიცე-მერობის კანდიდატი და მათი მთავარი დაპირებაა, რომ არჩევნებში თუ გაიმარჯვებენ, მეორე დღესვე მოაწყობენ ქალაქის კოლაფსს. აი, რაზე უნდა ვისაუბროთ? ამიტომ იცით რა, ამაშიც ხო თაღლითები აღმოჩნდა. ის ბანერებს რო აკრავდნენ და ამდენ პუნქტიანი შეთავაზება გვაქვსო და ხან რაზე საუბრობ, ესეც ხო თაღლითობა, აი, ამით ხო დადასტურდა, რომ ორ დღეში დადასტურდა, რომ თაღლითები იყვნენ ამაში. ლელო არის თაღლითების პარტია, შექმნილი თაღლითობის მიზნით და ეს აქვს გაცხადებული მამუკა ხაზარაძეს, რომ მან იმიტომ შექმნა პარტია, რომ ანაკლის საკითხის პრობლემა ჰქონდა და მთელმა საზოგადოებამ, სოფლიო საზოგადოებას, საერთაშორისო სასამართლოს ნახა, რომ ეს იყო თაღლითური სქემა, რაც მას ჰქონდა, თაღლითური სარჩელები, რომელიც შექონდა, იმისთვის, რომ 1,5 მილიარდი ამოეღო ქართველების ჯიბიდან. თითქოს იქამდე რომ გაღლიტა თავისი ბანკით საზოგადოება და ქონებაზე უყიდი და ის არ ყოფნიდა 1,5 მილიარდი უნდა ამოეღო ბიუჯეტიდან, ბიუჯეტის თითქმის 15% იყო თუ არ ვცდები მაშინ, უნდა და ჩაედო საკუთარ ჯიბეში. და ეს თაღლითობა გამოვლინდა და ამ თაღლითობა გასკდა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, და თურმე ის ბანერები, პრეზენტაციები გუშინ ნახევარმძინარე მდგომარეობაში 12 საათზე რომ მას აქვია პრეზენტაციებს ატარებენ, ეს ყველაფერი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გასკდა, რომ იყო თაღლითობა და მათი მთავარი ამოცანა არის ისა და ჩვენ ვამბობდით, თუ კი ექნებათ ერთი მისხალი ძალაუფლებისა და შესაძლებლობისა, რომ გავლენა ქონდეს სახელმწიფო გადაწყვეტილებებზე, ისინი დაანგრევენ ყველაფერს, ქვაზე არ დატოვებენ და ქვეს კიდევაც რომ მოაწყობენ ქალაქში კოლაფსს, იმისთვის რომ საკუთარი რაღაც ეგუები დაგვიყვანოს. ორგანულ კანონში წერია, რომ პოლიტიკური დაპირება არ არის სააკრძალული. შეიძლება მიუხედავად იმისა, იღებენ თუ არა მონაწილეობას, ანუ ამ სამ პარტიას ნაწილი იღებს მონაწილეობას არჩევნებში, ნაწილი არა, თუმცა ნაციონალური მოძრაობა ლელო გახარია. გეგმები აქვს თუ არა პრინციპში ერთსაიგივე და მიზნები ამ სამ პარტიას. რომელი მესამე? ნაციონალური მოძრაობა ლელო და გახარია. თავისთავად ახლა უყურეთ ზუსტად იმ განცხადებით, რომ თუ კი რაიმე ძალაუფლებას მიიღებენ, კოლაფს მოაწყობენ
ქალაქის ამით პირდაპირ დაადასტურებს, რომ ეს არის ერთიანი გეგმა, გარედან დაწერილი საქართველოს წინააღმდეგ. და რატომ? ჩვენ ნახეთ, რომ მათ ვერ შეძლეს ვერაფერი. პროპაგანდით ვერაფერი ვერ შეძლეს უცხოელებმა. შარშან რეფერენდუმად გამოგვიცხადეს თითქოს არჩევანი არის რაღაც ვექტორებს შორის, გამოვიდა ქართველი ხალხი და საკადრისი პასუხი გასცა ყველა უცხოელს. პროპაგანდით ვერაფერი ვერ გვიქნეს, ზეწოლით ვერაფერი ვერ გვიქნეს. ეხლა ერთადერთი გზა, რომლითაც ისინი არიან, არის ადამიანების გაწვალება, ანუ სოციალური გაწვალება, რომ ადამიანები დატანჯონ და იქნება ამითი მაინც რაღაცაზე წამოიკიდონ. და ეს არის ზუსტად ამ გეგმის ნაწილი. და თავადაც აცხადებენ, რომ არიან ამ დამხობის მათ მიერ გამოცხადებული ძალადობრივი დამხობის პროექტის ნაწილი. განულ კანონში წერია პირდაპირ, რომ პოლიტიკური დაპირება არ არის აკრძალული. აი, ლევან ხაბეიშვილი დაკავებულია სწორედ ამ მუხლით, რომ მან არჩევნებში მოგების შემთხვევაში გასცა პირობა, რომ სპეცრაზმელებს მისცემდა გარკვეულ თანხას. ჩვენ ვიცით, რომ 20 ნოემბრის, აი ამ ნოემბრის მოვლენების შემდეგ ძალიან დიდი რაოდენობის პრემიები ჩაურიცხეთ პოლიციელებს. პრემია არის თუ არა ქრთამი თქვენი აზრით და თუ არ არის, მაშინ ლევან ხაბეიშვილის შემთხვევაში კანონი რატომ დაგვიეთ? სისხლის სამართლის კოდექსში წერია, რომ ქრთამის შეპირება არის დანაშაული და შეგახსენებთ, რომ ის მოუწოდებდა ფულის სანაცვლოდ კანონის დარღვევისკენ სამართალდამცავი ორგანულ კანონში არსებულ ჩანაწერზე რა სიტყვებს პარტიების გაერთიანების შესახებ, სადაც იქ არის ნათქვამი, რომ აკრძალვა არ შეეხება პოლიტიკურ დაპირებას. ალბათ ჩემზე კარგად იცით, წერია ორგანულ კანონში. კი, კარგი ჩანაწერია, ვეთანხმები აბსოლუტურად. რატომ არ მოქმედებს ეს ხაბეიშვილთან დაკავშირებით, ბატონშალვა? რატომ დაირღვა ეს ჩანაწერი ხაბეიშვილთან მიმართებით? იმიტომ ეს არ იყო საპროგრამო ნაწილი, ეს იყო ქრთამის დაპირება კანონის დარღვევის სანაცვლოდ. პირდაპირ გაცხადებული სხვადასხვა სამართალდამცავი უწყების მელებს რომ ფული ჩაურიცხეთ ბატონშალვა ეს რა იყო? 300 დღე ხალხს ქუჩაში და ითხოვენ ვალდამდელი არჩევნების ჩაჩნას და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას. ამ 300 დღემ რა ასწავლა ქართველებს, არაფერ ამ ადამიანების მოთხოვნების გათავისუფლება ეს. რომელიც არჩევნები არის, აი რამდენიმე დღეში 4-ში. ვალდამდელი კი არა, 10 დღეში არჩევნები მივიდეს, ვისაც არჩევნების მონაწილეობა, ვისაც არჩევნები უნდა 4 ოქტომბერს დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. არის 14 პარტია თუ არ ვცდები, ვინც მონაწილეობს, არის წარმოდგენილი სხვადასხვა პარტია, არის წარმოდგენილი სხვადასხვა პროგრამები, აგერ არჩევნები მივიდნენ მის ხმა მას